მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუდიაში ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ თეოლოგი გიორგი გვასალიან. მოგესალმებით ბატონო გიორგი, დიდი მადლობა მომთანებისათვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ წინა გადაცემა დავასრულეთ თხრობით ეგვიპტეში ებრაელი ხალხის მონობის დასაწყისით. გაგახსენებთ, რომ ეგვიპტეში ებრაელი ხალხი ჩავიდა იოსების პერიოდში, 70 ან 75 ადამიანი იყო სულ იაკობის ოჯახში. შემდგომ ეს ერი დასახლდა მათთვის გამოყოფილ ცალკე ადგილას, გამრავლდა, იცვლება ფარაონთა დინასტია, იცვლება დამოკიდებულება მათ მიმართ, ეშინიათ გამრავლებული ებრაელების, ეგვიპტელებს, თუმცა აქ სულიერი ფაქტორები იყო, რომელზეც ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რითი იყო განპირობებული რჩეული ერის ჩაგვრა, ტანჯვა, რა საფრთხო განგებულებას გადაუხვიეს მათ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ უკვე მოსეს შესახებ, მოსეს დაბადება, მოსეს მოღვაწეობა და ებრაელი ხალხის ეგვიპტიდან გამოსვლის დასაწყისი. მაშასე ეგვიპტეში დაიწყო ებრაელი ხალხის დევნა, ჯერ დაავალეს მძიმე სამუშაო, მერე დაავალეს ბებია-ქალებს, რომ მხოლოდ მხოლოდ გადარჩენილი იყო მდედრობითი სქესის და მამრობითი სქესის ბავშვები მოეკვდინებინათ და შემდგომ უკვე პირდაპირ ბრძანება გამოვიდა ებრაელი ხალხის დევნის და დახრჩობის და მოკვლის აი ამ ბავშვების და ჩვენ გვქონდა საზარელი სურათი ბოლო თხრობისას, რომ მდინარე სავსე იყო დახოცილი ბავშვებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დიახ, ეს ფონია, რომლის შემდეგაც თვითონ მოსე წინასწარმეტყველი თავისი შობის შესახები უწყება და წმინდა წერილი იწყებს არსებითად ახალი პერიოდის შესახებ თხრობას. იუდაურ ეგზეგეტიკაში გვაქვს ძალიან საინტერესო და ლამაზი ხედვა სამყაროს შემოქმედების თხრობისას სიტყვა ნათელი ხუთგზის არის ნახსენები და იუდაური ტრადიცია თითო ნათელს მოსეს ხუთწიგნეულის თითო წიგნს, თორას თითო წიგნს განუკუთვნებს. და ამბობს ასეთ რაღაცას, თუ კი პირველი ხსენება იყავენ ნათელი ეს შესაქმის წიგნს უკავშირდება, მეორე ხსენება და იქმნა ნათელი. ეს სწორედ გამოსვლათა წიგნის თლიანი შინაარსის დამტევია. მართლა ჩვენ შესაქმის წიგნში ვხედავთ ამრჩეული ერის ჩანასახოვარ მდგომარეობას, რა უნდა იქმნას და გამოსვლათა წიგნში ჩვენ ვხედავთ რაც იქმნა, რაც გამოუწყდა, რაც გამოვიდა აქედან. აი ამ გამოსვლას წინ უძღვის მოსე წინასწარმეტყველის შობა. თითქოს და მიან გინეკოლოგიის რაღაცა თვისება აქვს, რაღაცა დანიშნულება აქვს, მან უნდა გამოიყონოს, მან უნდა მიეშველოს აი ამ ხალხის ერად ჩამოყალიბებაში, აი ამ მშობიარობაში, სწორედ მან უნდა მიიღოს აი ეს დამხმარე მონაწილეობა. ვთქვათ, მოდი რომ ერი ერად არ ყალიბდება, თუ მას არ აქვს პრინციპები, თუ მას არ აქვს განაწესი. ჩვენ ჯერ ერზე არც გვაქვს საუბარი, ჩვენ ხალხზე გვაქვს ჯერ საუბარი, ეს არის ლაოსი. ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც დაიწყებს დაცვას. ხო, თავისთავად ცხადია. მათთვის მიცემული კი, თავისთავად ცხადია, უბრალოდ ეს ცოტა შორი პერიოდი, ჩვენ შემდეგ გვექნება მას საუბარი, ჩვენ ხალხზე ვსაუბრობთ. დღევანდელობასთან მინდა პარალელი გავალო, უბრალოდ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს რაც ჩვენი მახასიათებელი არის, ეს შევინარჩუნოთ. ამის წაშლა ნიშნავს, რომ ერი გადაიქცევა ხალხად და ჩვენ დაკარგავს ფორმას. ამას საგანგებოდ შევეხებით და რამდენჯერმე შევეხებით ამას საგანგებოდ. აქ უბრალოდ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. ჩვენ ვთქვით, რომ ისრაელის ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია მათსავე რელიგიური დამოკიდებულებით, ღმერთისადმი, ტრადიციისადმი, რაღაცა მნიშვნელოვანი დავიწყებული და ჩვენ ვთქვით, რომ ყველას არა, არის რაღაცა ასე ვთქვათ, წიაღი, სადაც ეს შენახულია. აი ამის ჩვენება უნდა მოსეს სწორედ. მოსე ორი რამეს გვიჩვენებს. აი მას
განსაკუთრებული ხაზგასმა მჭირდება ამაზე. პირველი, მოსე გვიჩვენებს იმას, რომ ამ ხალხს დავიწყებული კი აქვს, მაგრამ წინადაცვას მაინც აღასრულებს. წარმოვიდგინოთ, წინადაცვათა გავიხსენოთ რა არის, ეს არის ხელშეკრულება. აღთქმის შედეგად ღმერთმა ა ブラ ამთან დადო აღთქმა, დახლებულ ცხოველებში გაიარა ცეცხლმა, ეს იყო ერთ-ერთი კონტრაქტორის დამოწმება აღთქმისა, ანუ ხელშეკრულებისა, ახლა ა ブラ ამმა უნდა გაიაროს, ა ブラ ამი არ გაივლის, დაწესდება წინადაცვათა, და წინადაცვათა ეს არის ეკვივალენტური აი ამ დახლებულ ცხოველებს შორის გავლისა, ანუ აღთქმაში, ანუ კონტრაქტში, ანუ ხელშეკრულებაში ღმერთთან შესვლისა. როდესაც ა ブラ ამის შემდგომ წინადაეცუთება ისააკი, ისააკის შემდგომ იაკობი, იაკობის შემდგომ, ანუ ისრაელის შემდგომ 12 ვეძე, მათი ანუ ყველა წინადაეცუთა, ყველა წინადაცვათილი. ეს ნიშნავს, რომ ყველას უნდა ახსოვდეს რა პირობით, რა იმაში ხელშეკრულებაზე აწერს ხელს. რა შეთანხმებაშია შესული ღმერთთან. რა შეთანხმება ეს? ღმერთი თავის მხრიდან ამბობს, რომ გაგამრავლებ, გამოგიყვანა იმიდან შეგიყვან მამათა მიწაზე და ესე იგი შენს ქვეყანას მოქვს. ამ მიწაზე დაგამკვეთრებ. ისრაელის მხრიდან რა არის? ისრაელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ის ღმერთია, რომელმაც გამომრავლა, ეს ის ღმერთია, რომელმაც გამომიყვანა, ეს ღმერთი სხვა ღმერთი არ უნდა შეეშალოს. ეს ღმერთი უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის ხოლმე ღმერთი. აი, მოსეს შობის წინ ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი. ამ ხელშეკრულების გარეგნული მხარე დაცულია, მაგრამ შინაარსია დავიწყებული. ეს ძალიან საინტერესოა, რომ შინაარსია დავიწყებული. პრობლემა არის სწორედ ამაში, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მსახურება, რომელიც ღვთის წინაშე აღევლინება, თუ გაშინაარსებული არ არის, მხოლოდ იმიტომ, რომ მას ღვთისმსახურება ქვია, ის ვერ იქნება მდგრადი პიროვნების ცხოვრებაში, ოჯახის ყოფობაში, ერის ყოფობაში, ვერანაირად ვერ იქნება. ეს უბრალოდ რაღაცა გაუგებარ ტრადიციად დარჩება, მორჩა და გაწოდა, რომელიც შეიძლება ერთ დღესაც მოკვდეს. არ გაგწევს. აქ შემოდის ესეთი აზრები, რომ რახან მსახურობს, თქვა დღევანდელობაში გადმოდის სანთელი დაანთო, იმსახურა, ღმერთი მადლობელი უნდა იყოს ამის. ხო, აი მეტი რა ქნას ახლა. ხო და საქმეც ეს. ამიტომ ესე იგი ამას სანთელის დაანთებასთან ერთად, თუ გარეგნულად კეთდება ეს ყველაფერი და გაშინაარსებული არ არის და ვითომ იმსახურებასთან ერთად ვალში რჩება ღმერთი. აბაშია, თქვენ ახლა შეუსრულოს ის რაც. თქვენ ის ზუსტად ხო, მითხარით. აი აქამდე რო არ მივიდეთ, ესე იგი. ზუსტად თქვით ისიც ხმაც მე მსურდა სწორედ რომ გაუშინაარსებელი ღვთისმსახურება მეტნაკლებად და დიდი ალბათობით უკვე ოკულტურ მსახურებაში გადასდის რელიგიურ ადამიანს კი დარწმუნებული აღმერთსმსახურება, მაგრამ ჩვენ მაცხოვარმა გითხრა, რომ შესაძლებელია ბევრმა უთხრას მას უფალო და მოუტრიალდეს და უთხრას ვარ გიცნობ თქვენ. ამათ ეგონოთ რომ ღმერთს ემსახურებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ღმერთს კი არა ვიღაცას ემსახურებოდნენ, რომელსაც ღმერთის სახელს არ ქონოდა. ეს ძალიან მძიმე და ძალიან საშიში მდგომარეობა, ამიტომაც ქრისტიანობა არის სწორედ ის რელიგია, ამას მამანდრემი და ხაზგასმით თქვა, როგორც ჭეშმარიტი ისრაელი, როგორც გამგრძელებელი იმ ღმერთის მსახურების, რომელიც ღმერთსაც ა ブラ ამი, ისააკი, იაკობი, მოსე და ასე შემდგომ მსახურებიან ქრისტიანობამდე. გამოცხადებითი ჭეშმარიტება ეს არის ურთიერთობის ის სახე, რომელიც აუცილებლად თავის თავში მოითხოვს გააზრებულობას. აუცილებლად მოითხოვს ამას. ჩვენ ახლა არ გვაქვს ამის საშუალება და ზოგადად ჩვენი შეხვედრები ბიბლიური მას უკავშირდება თხრობას, მაგრამ ზოგადად დააღვნიშნოთ, რომ სინერგია, ასეც დგას თელი ქრისტიანული ღვთისმეტყველება სინერგიის შესახებ სწავლებაზე. აი ეს არის სწორედ სინერგია თავისთავად გულისხმობს თანამოქმედებასაც. მეც მოქმედი ვარ, ღმერთის ენერგიით, თავთ ენერგიას მოქმედია თავისთავად ცხადია, მაგრამ ჩემი მოქმედება აუცილებელი. ჩემი მოქმედება ვერანაირად ვერ იქნება მექანიკური, მაშინ მე თანამოქმედი ვეღარ ვიქნები. სინერგია აღარ დგება. და როდესაც გამოცხადებით ჭეშმარიტებაზე გვაქვს საუბარი, ეს კარგად უნდა გავიაზროთ, ვინაიდან თქვენი ის კონტექსტი რაც ახსენეთ ცოტა ხნის წინ, ამასთან ერთადაა გასაზრდელი ამ ხალხისაგან კულტურული იდენტობის ჩამოყალიბება, ეს არ არის მარტო რაღაცა ისტორიული აქტი, ეს ღრმად რელიგიური აქტია და ამიტომაც ზოგადად ადამიანი მორწმუნე არსება, რელიგიური არსება, ათეისტიც კი, ათეისტსაც წამს რომ მატერია მარადიული და ისე ამ წმენაზე დგას, ხო, რაღაცა წმენაზე დგას ისიც, ხო. უნდა თუ არ უნდა, მაინც რელიგიურ ელემენტებს ეხება და შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცა რელიგიაზე, ეს რელიგია ხდება საშიში, როგორც კი გაუაზრებელი ხდება ეს. აი ამ კულტურული იდენტობისათვის, როგორც კი ტრადიცია ხდება, აი ჩვენ გადავხედოთ, მოდი ცოტა ობიექტურებიც ვიყოთ, სიმართლის მოყვარულებიც ვიყოთ და ვთქვათ, რომ ძალიან დადებითი და ძალიან კარგი პროცესი იყო, როდესაც ტაძრები გაიხსნა კომუნისტური ტოტალიტარული მმართველობის შემდგომ და ჩვენ ავავსეთ ტაძრები, ხო? ავავსეთ ტაძრები
შევედით აზრებში, მართლა ტევა არ იყო აზრებში, მაგრამ შევედით არ რწმენით, არამედ იმიტომ რომ წინაპრება შეგვინახეს ეს და ვიცოდით რომ წინაპრების ყვალის გაყოლა და წინაპრებთან ჩვენი იდენტობის გადაბმა სწორედ აი აქ ამ საკურთხეველთან ინახებოდა, სადაც მივდიოდით. თუმცა ეს პროცესი იყო დასაწყისი და ძებნის ხო და მაგრამ სამწუხარო ის არ უნდა დავრჩეთ თქვათ სამწუხაროდ ეს იყო რომ ჩვენ ბევრ წილად დავრჩით ამ პირველ საფეხურზე და გაუაზრებელი ქრისტიანობამ უკვე ბევრი პრობლემა და ბევრი ასე ვთქვათ მახინჯი გამოვლინება მოიტანა. ამიტომაც დღეს განსაკუთრებულად საჭიროა გავიაზროთ. როდესაც ჩვენ რაღაცას ვაშენებთ და მას ჩვენ კულტურული იდენტობაზე უნდა ვაშენებდეთ, არა რაღაცა უცხოზე, რაღაც მიუღებელზე, არამედ რაღაცა ჩვენზე, რამაც ისტორიულად განსაზღვრა ჩვენი კულტურული იდენტობა. ამის გაუაზრებლად ეს შენებლობა არ გამოგვივა. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რატო ვართ ქრისტიანები, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ეკლესია. ჩვენში არ გულისხმობ, ჩვენში გულისხმობ ჩვენს ყველას, გულისხმება სასულიერო პირიც, საერო პირიც, პრეტენზიის მქონეც, პრეტენზიის არ მქონეც და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ის რომელიც უკავშირდება რაღაცა მონდომებით, რაღაცა სურვილით, ხვალინდელი დღის შენებას ამ კულტურულ იდენტობაში. მე მას რატო ვამბობ? კონტრაქტში, ღმერთთან ხელშეკრულებაში შესულმა აი ამ თელმა მასამ არ იცის რა არის და არც ეძებს რა არის ის მოვალეობა, რომელიც გააზრებასაც უკვე მისი კულტურული იდენტობა ჩამოყალიბება მოყვება. არ ჭირდება ეს უბრალოდ საკმაოდ ესეთი კომფორტული მდგომარეობა ქონდა აქამდე. მეორე, რასაც მოსე წინასწარმეტყველი თავისშობამდე ყურადღებას მიაქცევს, შრომამდე ყურადღებას მიაქცევს, ეს გახლავთ ზუსტად ერთ წინადადებაში მოქცეული საოცარი უწყება, ზუსტად ერთ წინადადებაში მოქცეული. მოსე ამბობს ასეთ რაღაცას. წავიდა კაცი ლევის ტომიდან და მოიყვანა ცოლად ლევის ტომელი. აი აქ დასრულდა ყველაფერი. და მე ამ კაცს დამკალ შეეძინებათ ბავშვი, შვილები და ყველაზე უმცროსი იქნება ის, ვინც თავის თავზე წერს ახლა, იქნება მოსე. ბევრი რამე შეიძლებოდა, ბევრი მომენტი შეიძლებოდა მოსეს თავისშობის შესახებ მოეთხრო. თუ მაინც და მაინც შობლებს დაასახელებდა, სახელებსაც არ ამბობს. სახელებს ჩვენ მერე ვიგებთ რომ მოსეს მამას ამრამი ქვია და მოსეს დედას იოქაბედ ამას მერე ვიგებთ. როდესაც მოსე ცხრილებზე და გენეალოგიებზე შემონაწერს აკეთებს. აქ მოსე თავის მშობლების სახელებს არ ახსენებს. არც ჭირდება ამ თხრობას. რაც სხვა რამეზე აკეთებს აქცენტს მოსე. წავიდა კაცი ლევის ტომიდან და მოიყვანა ცოლი ლევის ტომელი. ჯერ ვაქცევთ ყურადღებას სიტყვას წავიდა. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, რომ ისრაელი აღარ დადის. ისრაელი გაჩერდა. მოსე ამბობს, არა, ახლა მე ვიწყებ საუბარს ოჯახზე. ჩემ თავზე კი არ ვიწყებ საუბარს, არა. ოჯახზე ვიწყებ საუბარს, სადაც არ გაჩერებულან. რაღაცა აზრით. ცოლის მოყვანა თუ გინდა, უნდა ადგე და წახვიდე, რა უნდა ქნაბა. მაგრამ მოსე შეეძლო ეთქვა, რომ მოიყვანა ლევის ტომელმა ცოლად ლევის ტომელი, არა. მოსე ამბობს, კი არ მოიყვანა ცოლად, არა, წავიდა და მოიყვანა. ეს წავიდა ძალიან მნიშვნელოვანია. იარა. ეძება, ვინ ეძება? აი აბრაამა რო დაავალა ელიასარს. ისააკმა რო დაავალა იაკობს. რაც თავის თავზე დავალებად არ მიიღო იუდამ და გამოვიდა მაინც რაღაცა დავალებას, წავიდა, უნდა წახვიდე. წახვიდე ფიზიკურად გადაადგილდე კი არა, შეიძლება ფიზიკურადაც უნდა გადაადგილდე, მაგრამ აქ წავიდა, არის ამ შინაარსის დამტევი, ეძება, ვინ ეძება? ვინ ეძება? ეძება არა ის ცოლად ვინ მოიყვანა, არამედ ეძება ის ვისაც ცოლად მოიყვანდა აი იმ შვილებს გაუზდიდა თუ არა იმ ხელშეკრულებით, რა ხელშეკრულებაც იგულისხმება წინა დაცვეთაში. ისევ წინა პლანზე ხალია. ისევ წინა პლანზე არის არა თავისთავად ხადია მოსეს ოჯახი, ის ოჯახისაც მოსე ებადება, მაგრამ ამ ოჯახში ხაზი ესმევა, როგორ მნიშვნელოვანია იმისაც ჩვენ მოსე მივიღოთ, რომ ეს კაცი წავიდა და აი ასეთი ხალი. უბრალოდ ცოლი კი არ მოიყვანა, აი ასეთი ცოლი მოიყვანა. ეს არსებითად მნიშვნელოვანია, როდესაც დღევანდელ დღეს აი რამდენჯერმე მაგას ნათქვამი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, როდესაც დღევანდელ დღეს ან საქილიკო, ან მიუღებელი, ან პირდაპირ მტრობის და შეტევის ობიექტი ხდება სიწმინდე და განსაკუთრებით ქალის პატიოსნება, ქალის კდებამოსილება, ქალის სიწმინდე. ეს ძალიან დიდ ტრაგედიაზეა გათვლილი, ამის მიღება და ამისი, ასე ვთქვათ, არაფრად ჩაგდება. ძალიან დიდ ტრაგედიაზეა გათვლილი ეს და ეს ყველა კულტურულ
წიაღს ესმოდა და ესმის დღევანდელ დღემდე. დღეს უბრალოდ რაღაცა დამახინჯებული კულტურის ყველაზე ამორფული ფორმა არის შემოთავაზებული. აქ საუბრობთ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დავარქვათ, ბიბლიური ისტორიულ მოვლენებს და თითოეული ადამიანის პიროვნება, მათი ქმედება, მათი გადაწყვეტილება გზაჯვარადინებზე, სადაც იდგნენ ესენი, ხდება უმნიშვნელოვანესი გამსაზღვრელი ერის და საბოლოო ჯამში ბიბლიური ისტორიის. და რასაც თქვენ ბრძანებთ ახლა, რომ ქალის დაკნინება, ქალის მდგომარეობის რაღაცა არასერიოზულად გააზრება, დაკნინება იმ აზრით, რაც როგორც ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიწმინდეში მყოფი დედაკაცი არის ბევრი რამის გამკეთებელი. ეს არის მიმართული სწორედ ამისკენ, რომ ჩაიკეტოს ერთი ადამიანის ისტორიაში მხოლოდ ადამიანის ცხოვრება, მხოლოდ მისი ცხოვრების ისტორიაში მოკლევადიან პერსპექტივაზე რაღაცა ჰედონისტური პირადული სიამოვნებები და აი რაღაცა ესეთი ვიწრო მისწრაფებები. და არამც შეუძლებელი არის, რომ ვიწრო ხედვის ადამიანს შეეძლოს რაღაც დიდი როლის თამაში ისტორიაში. თავისთავად ხდია ჩვენ აი მთელი ბიბლიური თხრობა ამას ამოწმებს. ეს ან უნდა მიიღო, ან არ უნდა მიიღო. ამის ალტერნატიული გააზრება წარმოუდგენელი. ამას ხოს ან არას. აქ კიდევ ერთ საინტერესო რამეა. ეს კაცი მარტო კი არ წავიდა, არა, ლევის ტომელი წავიდა და ლევის ტომელი მოიყვანა. ანუ ბრამიობნება ელიასას მამაჩემის სახელთან მოიყვანა. ანუ მამაჩემის სახელთან მოიყვანა და სისტავს იმ მენტალობის, იმ აზროვნების. აი ამას ეცებს გესმით, უბრალოდ ცოლს არ ეცებს. შვილების დედას ეცებს. ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს დედა ისრაელს გაუზრდის წინასწარმეტყველს, ღვთაევთავარს და წინამძღვრს. მარიამს, აარონს და მოსეს. მთელი ოჯახია ასეთი ამერიკას. ძალიან საინტერესოა ეს. წავიდა კაცი ლევის ტომიდან და მოიყვანა ცოლი ლევის ტომელი. აი მოსე ასე იწყებს თხრობას, მოდი ასე ვთქვათ, ცოტა გავთამამდები ახლა. ერის თავისუფლების შესახებ. ამაზე დგას ეს. უამრავ შეიძლება. ვინაიდან ისინიც რომლებიც წინა დაიცვეთენ, მაგრამ არ მიდიან, არ ახეტიალდებიან, გონებას არ ახეტიალებენ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ურთიერთობის, ოჯახის, ასე ვთქვათ, ღვთაებთან დამოკიდებულების ყარსაფუძვლად იდგეს, შედეგად აქვთ ისაც აქვთ მთელი ხალხი მონობაში. მაშასე მოსე აი ამ წიაღში იბადება. მოსე მესამე ბავშვია ამ ოჯახში, უფროსია მარიამი, შემდგომ აარონი მოსეს 3 წლით უფროსია და 3 წლის შემდგომ სავარაუდოდ მეორე და მესამე ბრძანება შორის 3 წელი იყო ფარაონის აი პირველი ბრძანება, რომელიც მიან გინეკოლოგებს შეეხებოდათ, მესამე ბრძანება უფროს, რომელიც უკვე პოლიციურ ძალებს და მთელ იმას სახელმწიფოს შეეხებოდა. ბავშვი შობილია, მამაკაცია და ის მოპყრინებულ უნდა იქნას ფანაურის ბრძანების თანახმად. 3 თვეს მალავს ოჯახი მოსეს, 3 თვეს მალავს და 3 თვის შემდგომ უბრალოდ შეუძლებელი ხდება ბავშვის დამალვა და ის უნდა რაღაცნაირად გადაარჩინა, რაღაცნაირად მიხება. არის ბევრი აზრი გამოთქმული, როგორ მოახერხეს 3 თვის განმავლობაში მოსეს დამალვა. ბევრი ფილმიც არის მოსესზე გადაღებული. ხან რა ვერსია და ძირითადად კრიტიკას ვერ უძლებს ვერცერთი. არის აზრი, რომ იოქაბედი, როდესაც მუცელი დაეწყო, არავის ეჩვენებოდა და შესაბამისად მაშინ თუ არავის ეჩვენებოდა, ეს 3 თვის ბავშვი ნილოსის იმასადო გაატანა, ბოლომდე შეენახა. თქობა, ეს ასე არ იყო. არის ზოგი აზრი, რომ ბავშვი ჭერში ყავდა ჩეკიდებული და როდესაც ძებნა იყო რაღაცა ჭერში ბავშვის დათვალიერებას არავინ დაიწყებდა, თუმცა ნაკლებ სავარაუდო, რა ვიცი, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ნაკლებ სავარაუდო, ანუ ერთადერთი ყველაზე ახლოს აზრთან რაც არის გახლავთ ის, რომ სავარაუდოდ მოსეს დაბადება დაემთხვა ნილოსის სამთვიან ადიდებას, ნილოსი ეგვიპტის წვენადაც არის წარმოდგენილი, ნილოსის ადიდებაზე და წყალუხობაზეა დამოკიდებული ეგვიპტის მიწის ნაყოფიერება და წელიწადში 2 ჯერ მოდიოდა ნაყოფი, 2 ჯერ იღებდნენ მოსავალს ეგვიპტეში და შესაბამისად ნილოსის წყალუხობა, ნილოსის დელტაზე წყლის ადიდება, ეს ასე ვთქვათ ამ ღმერთის მოწყალების მოღება
თავად აღიქმებოდა ეგვიპტეში და ზოგადად თუ რაღაცა ძალიან ისეთი ის მნიშვნელოვანი არ იყო და ფარაონის უშუალო ავტორიტეტით არ იყო ბრძანება გამყარებული, ერიდებოდნენ ფართომასშტაბიანი რაღაცა გადაადგილებებსა და რაღაც ღონისძიებებს. ფიქრობენ, რომ მოსე წინასწარმეტყველო მოსე სწორედ მაშინ დაიბადა, ამ წყალუხობისას დაიბადა და შესაბამისად შესაძლებელი გახდა 3 თვის განმავლობაში მისი შენახვა. ახლა რაღაცაზე თუ დავფიქრეთ, ახლა 3 თვის ბავშვს მოკლავდნენ თუ ახალშობილს მოკლავდნენ, ფანაონის ბრძანება მაინც შესრულდებოდა, მაგრამ შესაძლებელია ამ 3 თვის განმავლობაში ჩხრეკა მართლა არ წარმოებდა იმ სივრცეში, სადაც ისრაელი იყო დასახლებული, მაგრამ აქ სხვა რამეა საინტერესო. საინტერესო გახლავთ ეფრემ ასურის ეგზეგეტიკაში დაცული გარდამოცემა, რომელიც იუდაური წიაღიდან უნდა იყოს, სადაც ეფრემ ასური საუბრობს იმ სამზადისზე, რომელსაც მამა და დედა ბავშვის გადასარჩენად გაწევენ, შეამზადებენ კალათს, რომელიც სხვათა შორის იმავე ტერმინით იხსენიება, რა ტერმინითაც ნოეს კიდობანი იხსენიება, ამიტომაც ამ კალათს საეკლესიო მომენტად ხშირად ეკლესიის სიმბოლოდ, გადარჩენის ხსნის სიმბოლოთაც ხვდებით და მას როგორც აი ეფრემ ასური წმინდა წელიდან არ ჩანს, მაგრამ ამ მამის ეგზეგეტიკიდან ამ დაცულ გარდამოცემაში აშკარად ჩანს, რომ აშკარად ამბობს თვითონ წმინდა მამა, რომ მოსე გაყავთ მდინარესთან ღამე. და წმინდა მამა გადმოგცემს სიტყვებს ასიტყვებითაც დედა ლოცულობს მდინარის პირას და თუ აი გადავაბავთ ამ თხრობას თლიან კონტექსტს თუ შევკრავთ ხო აშკარად იოქაბედმა ღამის თევის ლოცვა აღასრულა მთელი ღამე ილოცა ლოცვაში გაათენა და ღმერთწმინდობელი შეუშვებს ამ კიდობანასთან ამ კალათს შეასრულებს ლელიანში სადაც 3 თვის პატარა ყრმა წევს. 3 თვის ბავშვს ნახავს ფარაონის ასული, რომელიც წყალზეა გასული, ნილოსის წყალზეა გასული, საბანაო. თუმცა ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ რა ბანაობაა ეს. საქმე ის გახლავთ, რომ ფარაონის ასული არის ბერწი უნაყოფო. ხოლო ნილოსის მდინარე ნაყოფიერების ღმერთად არის წარმოდგენილი ეგვიპტურ რელიგიაში და ქურუმება რამდენად უნდა ახსნან ამ მიწიერ ღმერთს ფარაონს უნდა განუმარტონ რომელი ღმერთი ასე განისხებულია მიწიერ ღმერთზე რომელი ღმერთი ვერ ერევა მეორე ღმერთს რომ აი უნაყოფოა მისი ქალიშვილი და ყველაზე ასე ვთქვათ პრაგმატული და ყველაზე ასე ვთქვათ ახლო გააზრება გახლავთ ის რომ აი ნაყოფიერების ღმერთს ნილოს უნდა მიმართონ და რიტუალ ანუ სხვაგვარად თუ თქვა ასული გასულია ფარაონის ასული გასულია რიტუალური გამბანისათვის და არა იმიტომ რომ თქვა იქ წყალში იჭყუმბალავს და რაღაცა ხო აქ რაღაც რელიგიური აქტია ეს ახლა კითხვა უნდა დავსვათ მაინც და მაინც ამ დროს რატო გაუშვა იოქაბედმა კალათ ახლა იოქაბედს უნდა ცოდნოდა პირველი ზუსტად ამ დროს გამოვიდოდა ფარაონის ასული უნდა ცოდნოდა სად გამოვიდოდა ფარაონის ასული უნდა ცოდნოდა მდინარის სიჩქარე იმიტომ რომ იმ დროს უნდა შეეშვა ეს რომ ფარაონის ასული რო წავიდოდა ნოსკერ ჩაევლო ამ კალათს ფარაონის ასული უნდა შეხვდეს ამას და პლუს ამას იოქაბედს უნდა კონდეს იმედი რომ ფარაონის ასული ამას ამ ბავშვს კი არ მოკლავს ამ ბავშვს მიიღებს როგორც ნილოსის ზღვენს და გადაარჩა ძალიან ბევრი პირობებია, ძალიან ბევრი ბარიერებია იმისათვის, რომ იოქაბედი დარწმუნებული იყოს, რომ ეს ბავშვი გადარჩება. ამ ბავშვს ჩუმად მიყვება მისი უფროსი და მარიამი. საქმე ის გახლავთ, რომ სახელი მოსე ფარაონის ასულმა უწოდა. ამ ბავშვს და არა მშობლებმა. ჩვენ წმინდა წერილში არც ვიცით. იოქაბედმა და ამრამმა, ანუ მოსეს მშობლებმა წინა დაცვეთისას, ანუ მერვე დღეს დაარქვეს ამ ბავშვს. ეს ეგვიპტელი ფარაონის ასული ჩვენ ამ სახელით ვიცნობთ ამ წინასწარმეტყველს და მშობლების დარქმეული სახელით. ეს ძალიან საინტერესოა. სხვადასხვა ჩვენ გვაქვს ცოდვა გადაარქვეს პატარა ახალშობილს, რომელსაც შემდგომ ფარაონის ასულმა მოსე უწოდა. ჩვენ ეს ცნობა დაფიქსირებული გვაქვს კლიმენტე ალექსანდრიელის სტრომატებში. ეს ალექსანდრიული ეკლესია, საოცარი ისტორია, საოცარი სიღრმეები და საოცარი მოღვაწეებით ძალიან ბუნებრივად უკავშირდებოდა დიასპორას, რომელიც ძალიან დიდი მით იყო წარმოდგენილი, რაოდენობით იყო წარმოდგენილი ეგვიპტეში, იუდაურ დიასპორას და სრულიად გასაგებია და სრულიად მოსალოდნელია, რომ ადრეულ ალექსანდრიელ მამებთან ჩვენ ხვდებით ძალიან ბევრ გარდამოცემას, რომელიც იუდაურ წიაღში და არ ეშინიათ ეს მამები ამას არ გაურბიან და არ კანკალებენ იმის გამო, რომ პირიქით ძალიან ისე რაც საღია და რაც მისაღებია და რაც წმინდა წერილის თხრობისათვის და საეკლესიო სწავლებისათვის, ქრისტიანული მოძღვრებისათვის
წინააღმდეგობრივი არ არის, ისინი არ გაურბიან ამას, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული ნორმალური მოაზროვნე დიდი ადამიანები არიან. და აი კლიმენტი ალექსანდრიელი თავის სტრომატებში გვეუბნება ამ სახელს, რა სახელი დაარქვეს მშობლებმა მოსეს. იოაკიმია ეს. მოსეს თუმე იოაკიმი ერქვა, მისაგან აქვია თავის მშობლების საქართველოს სახელი, მოსე თვითონ ფარაონის ასულისაგან არის წოდებული. ძალიან საინტერესოა ის, რომ ფარაონის ასული ბრძანებს, რომ ეს ბავშვი მოიყვანო და იხილავს თუ რა ეტყვის, რომ ეს ებრაელის ბავშვია. საიდან უნდა თქვას ეს? ბევრი მიზეზი ექნებოდა ამის. პირველი კანის შეფერილობა. მეორე წინადაცვეთა, კი წინადაცვეთა ეგვიპტელებსაც ჰქონდათ, მაგრამ ეგვიპტელების წინადაცვეთა იყო კასტური, ანუ ჰქონდათ მხოლოდ გარკვეული მას, ყველა წინადაცვეთა ყველას არ ჰქონდა. პლუს ამას ეს ბავშვი აშკარად არის მოვლილი და გამოწყობილია და გაშვებულია, ეს მხოლოდ ამას ებრაელი ეგვიპტელმა თუ მოიცილა, ასეთი მას არ გააკეთებდა, ხო? მერე ის სივრცე რა სივრცინად ეს ბავშვი მას კალათა მოდის, სწორედ აი ამ პელუზიუმის შენაკადს უკავშირდებოდა და ბოლოს ფარაონის ასულისათვის ეს არის ნილოსის წყალობა. ღმერთმა ნილოსმა მოხედა მის რიტუალურ გამოფანებს და ეს ბავშვი გამოგზავნა. ნილოსმა ასე ვთქვათ, წონად მიართვა ფარაონის ასულს, ამიტომ აქ უკვე ქურუმთა კასტის ერთგვარი შემართებაც არის, მათაც ძალიან ჭირდებათ ეს ყველაფერი, რომ ეს სწორედ ნილოსის ზღვენი იყოს ეს ბავშვი. ვინაიდან ძალიან დიდ პრობლემას ამით გადაჭრიან. მოსე ტირის ბავშვია. ფარაონის ასული თავის შემომარეს თავის მოახლეებს უბრძანებს, რომ ბავშვი რძით გამოკვებონ. და მოსე ეგვიპტურ ძეზე იტყვის უას ეს არსებითად მნიშვნელოვანი. რძით პოხვა, აი აქ უნდა შევკრათ რაღაცა, რძით პოხვა რაღაცაზე სიმბოლოა წმინდა წერილში, აზროვნებით, მენტალობით ჩამოყალიბების, მიწოდების, ამით კვებისა. როდესაც ჩვენ ისმაელზე და ისააკზე გვაქვს საუბარი, აბრაამს ორივე უყვარს, აბრაამისთვის ორივე საუკეთესოა, მაგრამ ისააკი სანაზრწით არის პოხილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც ისააკი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მოსესთან დაკავშირებით ესაა ნათქვამი, რომ მოსე უარს ამბობს ეგვიპტურ ძეზე. ეს განგებულებითია თავისთავად ცხადია. რას ამბობს, ასე ამბობს უარს, რაზეც მომავალში თავის ცხოვრებაში გამოაჩენს. უარს ამბობს ეგვიპტურობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აი აქ უყურებენ ამ იმას, რომ ბავშვი ვერ დააწყნარეს. ბავშვს ძეს ვერ აწვდიან და უცებ გამოდის მარიამი. და ეფრემასოვი აქ ახტაცებას ვერ მალავს. გაოგნებული ვარ, როდესაც ამ გოგონას საქციელს უყურებ. არც ჩქარობს სიხარულისაგან, რათა არაჩვენოს ნამდვილი სახე და არც ეშინია ფარაონის ასულთან მისვლისა. და ეფრემასოვი რაღაცნაირად მსჯელობას განავრცობს და დასკვნამდე მიდის, რომ მარიამის მთელი ეს საქციელი, მთელი ეს ქმედება ღმერთის ხელშია, ღმერთი აკეთებს ამას და ჩვენ ცოტა მოგვიანებით ნახავთ მარიამი წინასწარმეტყველის სახელით არის ცნობილი და ძალიან პატივცემულია ისრაელის ერში. ხო არ გინდა რომ მე მოგიყვანო ებრაელი ქალი, რომელიც მას ძუძუს მოაწოვებს? შეიძლება არც უნდა ფარაონის ასულს, მაგრამ ნილოსის ზღვენი მოსავლილია და მოსაპატრონებელია, ამიტომ თუ ებრაელი ქალი ამ პრობლემას მოაგვარებს, მაშინ კი თავისთავად ცხადია მარიამი გაიქცევა და დედამისს მოიყვანეს. ისე ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი თავის ლოცვაში ნათხოვნი ქონდა იოქაბედს ღვთისადმი და მთელი რწმენით ელოდება, რომ ეს ყველაფერი ესე მოხდება. როდესაც მოვა დედა შვილს აიყვანს ხელში და შვილმა იგრძნო თავის დედის წიაღში დაბრუნება და მის რძეს მიიღებს და ბავშვი დაწყნარდება. იოქაბედს გაატანენ, დედას გაატანენ შვილს, თუმცა არ იციან, რომ ეს მისი დედაა და ჯამაგესაც დაუნიშნავენ ამისათვის. ეფრემასოვი ახტაცებული ამბობს ის, რომელიც ჩუმად მიყავდათ ეგვიპტის ქუჩებში, ახლა ჩირაღდნებით განათებული ქუჩებით ბრუნდება უკან. ის ვისი შენახვისათვისაც, დაცვისათვისაც სიკვდილით ემუქრებოდნენ, ახლა ოღონდ გაზარდონ და ჯამაგესაც კი უნიშნავენ მას, როგორი დიდია უფალო განგებულება შენი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსე, რომელიც სიტყვა მოსე ნიშნავს წმიდან ამოყვანილს, წმიდან ხსნილს, ისის წმიდან ხსნა, წმიდან ამოყვანა, წმიდან მიღება და აი ეს მთელი აი ეს სცენა, რომელსაც შესახებაც მოსე გვიყვება, რომელსაც მოსეს მოუყვეს თავისთავად ცხადიაში, რომ მოუყვა მარიამი, ხო? მთელი ეს სცენა დადის ერთ ძალიან საინტერესო დასკვნამდე.
მოსე მარტო კი უნდა დაიბადოს. ამრავის და იოქაბედის სახში არა, მოსე უნდა გაიზარდოს იქ. მოსე ამრძით უნდა იყოს პოხილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ცოტა მოგვიანებით მოსე ეგვიპტურ მისტერიებს ბოლომდე გაიცნობა და საკმაოდ ღრმა ცოდნა ექნება ეგვიპტური მისტერიების, შემდგომ მიდიამური მისტერიების, თავისთავად ცხადია უკვე მისი მოღვაწეობის მესამე ნაწილში გამოცხადებითი ჭეშმარიტებას ბოლომდე გაეცნობა და საკმაოდ მაღალ საფეხურზე მოექცევა, მაგრამ საფუძველი ეს უნდა იყოს იმ გზით პოხვა, რომელიც ამრამმა ეძება იმისათვის, რომ ოჯახი შეექმნა. საოცარი არის მოსეს შობა და მასთან დაკავშირებული ეს საიდუმლო მხარე, ღვთისგანგებულების ჩარევა, თლიანობაში ამას რო შეკრავ, არის სასწაული, ის რასაც მოსე აკეთებს შემდგომში, მუდმივად ამის საფუძველზე უნდა განვიხილოთ. ჩვენ ერთი ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ. რომ შეიძლება დიდხანს ვერ მორჩეთ ამ კაცის საუბარს და დიდხანს ვერ გადავიდეთ ხო? ხო, აი უნდა გამოვყოთ ყველაზე უფრო აქტუალური ადგილები, ხო? ეს არის პიროვნება, რომელსაც შეიძლება თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ აი შეიძლება ვერ ამოწურო ეს თემა, რაღაცნაირად ძალიან დიდია. დღევანდელ დღემდე ძალიან დიდია და საოცრება. მაშ ასე მე ბატონ გიორგის მადლობას გადავხდი მობრძანებისათვის და ამ საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. აი ჩვენ მოსეს ცხოვრების თხრობას შეუდექით. მისი დაბადება ფარაონის კარზე მოხვედრა და კვლავ დედის წიაღში გადანაცვლება და შემდგომი თხრობა უკვე იქნება მისი მოღვაწეობა, საზოგადო მოღვაწეობა და ებრაელი ხალხის მონობიდან გამოხსნის პროცესი. დიდი მადლობა, გემშვიდობებით, კარგად წამდებოდეთ.